მეგობრებო, მოვდივარ, ხო იცით რომ უნდა დამაცადოთ და მოვალ. მოვდივარ. სათვალეც მოვისხნათ. აი მე ჩანგარ უკვე. გამოვჩდი ხალხო. გამარჯობა. და ჯენანა დასკამდი. აღარც ადგა გოგო ვარ და აღარც დაჯდა გოგო ვარ. ვაიმე, გამარჯობა. რა თქმა უნდა, აყირავებულები ვართ, მაგრამ არ გვედარდება. ეხლა რა ხდება? გამარჯობა. ნელა-ნელა მოგიყვებით, ჯერ მთავარს გეტყვით, მერე ნელა-ნელა მოგიყვებით. დღევანდელამდეც არ ვიმჩნევთ არაფერს, გაუბედურებული ხო არ და ფრთხილებ და ამას და იმას არაფერს არ ვიმჩნევთ. გეტყვით ყველაფერს. პირველ რიგში ხალხო, ვისაც გწამთ, ვისაც მოგწონთ, მე მაგალითად მივესალმები, რომ სულ იყოს ყოველი დღე სიყვარულისა და შეყვარებულების დღე, სულ იყოს და ახალ ერთხელ მაინც არის იყოს ესეც. დღევანდელ დღეს გილოცავთ. არ ვიცი ახლა ვისთვის რელიგიურია, ვისთვის არ არის რელიგიური, ვისთვის ჭრელია, ვისთვის როგორია, არა აქვს მაგას მნიშვნელობა. ფაქტია, რომ ერთმანეთს ვასიამოვნოთ, ვაგრძნობინოთ, რომ გვიყვარს, ვინც გვიყვარს და ასე შემდეგ. მე ესე ვფიქრობ და რა ვიცი, ყველას თავის ხედვა აქვს. დღეს დილით ბატონო, ჩემი ქმარი ექვსაც გუშინ სიმღერა დადაჩება, არც ვიცოდი და ახლა ვინც კითხულობთ ხოლმე ქვემოთ ტექსტი არის, თუ ჩამოშლით იმ ტექსტს, თურმე მე დილას წავიკითხე და იმდე გეუბნებით. მოუძღვნია როგორ ვთქვა, ჩემცოლსო და მერე ყველა შეყვარებულებსო გიძღვნითო. რავი, ეგ სიმღერაც როდინდელი ქონდა გაკეთებული, ახლა აბა მოგეხსენებათ მაგის დრო სად არის, ხო და? დადო და მაინც მოგილოცავთ თქვენც და მეც. თავისი, როგორ ვთქვა რა, უნდათ, სურვილი ქონდა ეგეთი. არ ვიცოდი, მე არაფერი მითხრა დამიძახებით კი ვახშმად რო ავდგე და დაიცადე რაღაცას ვაკეთებ, არც ვიცოდი. მოვიდა შეტყობინება ტელეფონზე, რომ სიმღერა დადო. ასე რომ ვინც ახართ იროჩენდეს გულშემატკივრები და მსმენელები, ნახეთ სიმღერა და რავი, გაახარეთ, მოუწონეთ თუ რა ვიცი რა, მოკლედ გაახარეთ და ნახეთ. რაც შეეხება დილას ადრე მქონდა 9 საათზე მქონდა ფიზიოთერაპია, დილით ადრევე ავდექით, წამიყვანა, იქიდან რომ გამოვედი და ურეკე მოვიდა და ესაა, მეოთხარი წავიდეთ მეთქი, გვერდზე ქალაქში წავედით, მე კი არ გადავსულ ვარ, პორტოხალი და მანდარინი იყიდა. ხო და იქიდან რომ გამოვიარეთ, სხვა გზით წავიდა და მეთქი საით მიდიხარ, ბენზინი უნდა ჩაასხა, ხო? საერთოდ სხვა გზით წამოვედით რა, შემოვედით ჩვენ ქალაქში, რაღაცა გაჩერდა და მითხრა ერთ წუთი ვაკო საქმე მაქვს, რაღაცა უნდა უთხრაო და მოვიდა მანქანაში და მომართვა თაიგული. არ ველოდებოდი, თქვენ იცით რომ შარშან დაბადების დღეზე არც ყვავილი არ მოურთმევია და არც არაფერი, ხო და ესა ვიფიქრე რომ საერთოდ არ ვიფიქრე არაფერი რა, დღეს არც არაფერს არ ველოდებოდი და არც არაფრის გული და ნერვი არ მაქვს და ძალიან გამიხარ და სიმართლე რომ გითხრათ და დაიგვიანა და ამბობ სად არის და შეაკრევინა და ხო და ეხლა ჩვენ ეს ჩავდოთ იმაში რა ქვია, ვაზაჩკაში წყალს მერე ჩავასხავ, ამას ეს ახალი გაკეთებული თაიგულია, მაგრამ გავჩეჩქვავ და ესა, იმას ვისავ. ვაი მე არ ჩადის ხალხებო. მაიცადეთ. სხვა ცოტა დიდი ისაც მაქვს ვაზა. არა, არ ჩადის. ეხლა ასე დავდებ, იმიტომ რომ ჩვენ გაგვალამაზოს. მე გამალამაზოს. ხო და ძალიან გამიხარდა იმის თქმა მინდა, ტკივილებმა გამიარა, მოხასიათდი. გული მივდიოდა ტკივილებისგან დღეიდან ვითომ აღარავსავ გამაყუჩებელს და წავედი გამაყუჩებლის გარეშე ფიზიოთერაპიაზე და რა თქმა უნდა ტკივილების იტყვით ისე რომ აი გული მეჭირება. ხო და ისე გამიხარდა რომ ყველაფერი დამავიწყდა, მეთქი იმის თქმა მინდა. აი ესე როგორ გითხრათ, ხო სასიამოვნო არა? ხო და თქვენ თავის იმაში მოძღვნაში იქა წერია რომ შეყვარებულები ვინც ხართ, გადით, გაისეირდეთ, მოგიწოდებთ რა თქვენ, რომ გაისეირდოთ და თუნდაც ერთი დღე დაავტკბეთ
რაღაც ელემენტარულით ერთად ყავადალიოთ, რა ვიცი რა, როგორც ვისაც როგორ მოეხერხება და ვინც სადა ცხოვრობთ, ხო სწორია. რაც შეეხება ჩემ თავს, ხო ერთი კომენტარი დაიწერა წინა ვიდეოზე, საერთოდ ვინ ახარო, ვინ აგდიხარ და რაში მაინტერესებს შენი ცხოვრება. ეხლა ვინც ახალი გადამაწყდებით და სანამ მაგას დაწერთ და დაიხარჯებით, თუ დაწერთ აზრი არ აქვს. შეგაი ადამიანიშვილო, აკ კაკი რო გიწერია, აკ კაკი თუ რავი, აკ კაკი ხარ თუ ვინ ახარ არ ვიცი, ორი კვებით რატო გიწერია არ ვიცი, მაგრამ ისა რავი, ხო იცით ხარ შეიძლება აკაკი ეწეროს და ჟოზეფინა იყოს, ხო და შეკაი დედმამიშვილო შენა რო ხედავ რომ ვიდეოს 6000 ნახვა აქვს და 300 რაღაცა კომენტარი, ესე იგი ვიღაცას ვაინტერესებდა, ვიღაცა მყავს მე გულშემატკივარი თუნდაც და ვიღაცას კარგი უნდა ჩემთვის და იმათ გულისთვის მოვდივარ, თორე შენ ახლა ხო ვამბობ, ვინც ახალი გადამაწყდებით ახლა რა გაჭირვებული, გაუბედურებული ვარ და შეწუხებული ახლა და რითი გაგართო მეც არ ვიცი რა გითხრათ, ხო და ისე კიდე, ხო, რაში მაინტერესებს შენი ცხოვრება? შენ რო გაინტერესებს სხვისი ცხოვრება, იმიტომ დაძვრები YouTube-ზე, თორე თუ არ გაინტერესებდეს, არ იძრომიალებდი. ოღონდ სასირცხვილო არ არის სხვისი ცხოვრება რო გაინტერესებს, ხალხო. რაც შეეხება, თუნდაც YouTube-ი როცა არ იყო, ყველას ადამიანი ბუნებით არის ეგეთი, რომ აინტერესებს ჯერ ყველაფერი და მერე კიდე ინტერესის ხოთაშორის კარგი რამეა, შეიძლება სადმე ისეთში ჩაგაყოფინოს ცხვირი, სადაც შენი საქმე არ არის, მაგრამ ინტერესი იმიტომაც არის კარგი, რომ რაღაცა გაინტერესებს, რაღაცას გაიგებ, რაღაცით წინ წახვა, რაღაცა მეტი ინფორმაცია გექნებ. მაგრამ მაგ ინტერესს თავი დავანებოთ. აი ეს სხვისი ცხოვრების ინტერესი ყოველთვის იყო. არის და იქნება, გაინტერესებს მეზობელი სად არის, რა, ვინ მივიდა, ვინ მოვიდა. თან მე კორპუსში ვარ გაზრდილი და ყველასი ყველაფერი იცოდა ვის სახლიდან რა კერძი კეთდება, რა სუნი გამოდის, ვინ იჩხუბა, ვინ დასწყო, ვინ რა, ყველაფერი ვიცოდით ერთმანეთისა და ეს რომ სხვისი ცხოვრება გვაინტერესებს, იმიტომ არის ვლოგები, იმიტომ არის ეს საქმე რომ ფულს აკეთებს. იმიტომ რომ სხვა ადამიანებს სხვისი ცხოვრება აინტერესებთ და იმიტომ არის რომ ბლოგერი აკეთებს ამას და გამოიმუშავებს გარდა იმისა რომ სიტყვაზე მოწოს ეს საქმე კიდევაც გამოიმუშავებს და ასე რომ ეგ არ არის ისა რომ აი ვის რაში აინტერესებს, ბევრს აინტერესებს, მეც მაინტერესებს სხვისი ცხოვრება, დავძვრები, უყურებ, ვინ რა ქნა, ვინ რა გააკეთა, ვინსაც წავიდა, ვინ რა შეიძინა, ვინ რა ჭამა, ვინ რა დალია. და თუ არ გაინტერესებს, არ შეხვალ YouTube-ზე, არავის ბლოგს არ უყურებ მაშინ, თუ არ გაინტერესებს. ასე რომ ეგრე, ეხლა ერთი ის გამახსენდა კიდევ, შეიძლება უყურებთ ამერიკაშია ცოლ-ქმარი, გამხდარი გოგო არ იცი რა ქვია, რა ქვია, დიდად რო გითხრა, მიგდებს ხოლმე და იმიტომ თორე არ დავდევ და არ ვეძებ მაგას. აუტიზმით ყავს შვილი. ბიჭი. ხო და დებს ამ ვიდეოებს ძირითადად არის ჭამათქლეფის ვიდეოები. და ნუ ეკითხებოდნენ იქ რამდენი გამოიმუშავე, რამდენი გაქვს ხელფასი და ამბობდა რომ TikTok-იდან აქვს სადღაც $4500 და რაღაცა $500-600 YouTube-იდან დიდი არაფერი და მოკლედ სადღაცა 5000 იმუშავებს და ამ დროს ხარჯავს დღეში 5000. ხო და ნუ ქმარი მუშაობს ეთყობა ქმრის ფულებით და ეხლა ბანტი უნდოდა ბანტი მიუმიუს ბანტი აი ამხელა რაღაცა შავი ხავერდის ბანტი აი დასარჭობი აი მეც რო შევკერავდა ნებისმიერი ხო და ღირდა $450 ნუ უყიდა ქმარმა იმიტომ რომ უნდოდა და დაირჭვა ჩემს აი ორი ღერით მახო აქ და ეხლა ჩემთვის ვფიქრობ რასაც ცოდავია ადამიანი არა ნებისმიერი ეხლა მაგას უყურებს ჩემნაირი ტილიანი და კიდე ჩემზე უფრო ტილიანი და ისა ადამიანები, ხო? და იმათ გულისთვის ეს $450 ბანტი იყიდა. ეხლა ზოგი იტყვით, არა, თავისი გული გაიხარავ, არ ამჯერა და თუ თავისი გული გაიხარა, აი ძალიან მაგარი კომპლექსები უნდა გქონდეს, ხო? რომ აი ეგეთი რამე რაღაცა უაზრობა, იმიტომ რომ მეორედ იმას არ გაიკეთებს, ერთხელ ორჯერ დაიჭოს რომ ვიღაცას აჩვენოს ვიდეოში და მო. და მე დავფიქრდი, რამდენ მსხვერპლს იღებენ ქალები ძირითადად, მამაკაცებიც, მაგრამ ქალები.
ტუჩები ვაიმე ერთი კიდე იყო არ ვიცი ქუთაისელია ის გოგო თუ სადაურია გონი არ ვიცი სადაურია რა ეხა ტყურს ვერ გეტყვით თბილისია ქუთაისია არ ვიცი ბათუმი არ ვიცი ქალაქელი რაღაცნა მანქანაში ვიღებს ვიდეოს და ამბობს 1500 ლარიანი თმების დაგრძელება მაქვს $3000 ლუკი მაცვიაო ამაში არ შევიყვანოთო სათვალეო და ჩანთაო 1200 ლარიო ტუჩებიო 5000 ლარიო ცხვირიო რავი სხვა რაები რამდენიღაცა 1000 ეგაო $90000 სახლიდან გამოვედი სადაც ორი ძაღლი მყავს თითო $1000-იანიო ისაო მანქანაო არ ვიცი 10 თუ $15000-იანიო მანქანაში ვზივარო და ნუ კიდე რაღაც ერთად თვლი და ამდენი 1000 ესაო ამდენი 1000 გაკეთებული ესაო ისაო ყრიმალიო ესაო პლასტიკურიო რაღაცებიო და მივდივარო ეხლა 1000 ლარიან სამსახურშიო აბა ესო ნორმალურიაო ნუ კომენტარები რა თქმა უნდა ეხლა კომენტარებში რა აღარა წვიმდა მაგრამ აი რამდენად მესჩანი ხარ რამდენად არარაობაა ეგ შენი ყოფა და ეგ ყველაფერი დაგრძელებული გაბერილი გაბრანჭყული და იმიტომ რომ თუ ყველაფერს მაგას აკეთებ თუ მაგდენი ფულს ხარჯავ ისეთ წრეში ხო უნდა იტრიალო რომ აი ეგ ყველაფერი შენ ხო უნდა იყოს ის წრე თორე მე ახლა და ჩემნაირს საერთოდ ნერვი არ მიტოკავს იმას რამდენი 1000 აცვია ზედ ხო და ამას გვემარიაჟება ჩვენ ტილიანი ხალხი ვინც უყურებს ჩვენ ვისაც სიტყვაზე 1000 ლარი შეიძლება არ აქვს თვეში გამომუშავება. ბევრი უწერდა მე 500 ლარზე ვმუშაობო და მე ეგრეო და მე ქირამაკ გადასახდელიო და იმათ ემარიაჟები აი რამდენად უნდა გიჭირდეს აქა ტვინში. თუ ყველაფერი მაგას აკეთებ, ვინც აკეთებს და მაგ ხელა ფულებს რაღაცაში ხარჯავს, იმიტომ რომ რაღაცას უნდა მიაღწიოს იმ თავის სილამაზეს და იმას ეგ შენთვის უნდა იყოს ბუნებრივი მდგომარეობა და არა ის რომ დროშასავით აფრიალო რომ შეხედეთ ხალხო მე რა მაქვს და როგორ ამაქვს. ეგ უნდა იყოს შენი ბუნებრივი მდგომარეობა და შენ ჩათვალო რომ შენთვის არის ნორმალური, მაგრამ რადგანაც იცი რომ ეგ არ არის შენთვის და იფხრიწები შუაზე რომ ეგ ყველაფერი ქონდეს, აი საცოდავები არიან ჩემთვის რა. ის ვინც იკეთებს კარგად იკეთებს, პლასტიკურებს, ზომიერად, ყველაფერს ხარჯავს ამ 1000-ებს, ხო? იმას აქვს ის გარემო სიტყვაზე, სადაც უნდა იტრიალოს, მაგ ფასიანი ლუკით, მაგ ყველაფრით და ის მე არ უნდა მიყვებოდეს და მე არ უნდა ბჭყალებში მაშურებდეს, იმიტომ რომ ეგ მე არ შემშურდება არასოდეს. რომ აი თურმე რა აცვია და რა ახურავს. არასოდეს არ იტყვის შეძლებული ადამიანი, რომ რამდენი, ხა მე არ ვიცი ეს ბუკეტი რა ღირს. იმიტომ რომ ჩემი ქმარი მაგას არასდროს არ მეტყვის და მე არ შევეკითხებ. მაგაზე დიდი მესჩანობა არაფერი არ არის. და ამ დროს გამოდიხარ და ვაიმე, აი საცოდაობა და ეს TikTok-ი კიდე, ნეტა ეხლა ამდენი დრო რატომ აქვს მე და ამდენი სისულელეს რატომ უყურებ, ჩემ თავზე ვბრაზდებ. და ეხლა ადამიანები რა დღეში ხალხო ის ერთი თოქმარი რო არის. ყოველ დღე აგროვებენ 500 ან 700 ლარი. ყოველ დღე. და ყოველ დღე. და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ რამდენი და ეხლა მთელი TikTok-ი მაგათ დაესია, უბლოკავენ და მოკლედ აღარ გვაინტერესებს. ეხლა მოვიდა ჩემი ამანათი საქართველოსდან რომ რაღაცეები გამოვიწერე, მაგრამ აი ეწყო რამდენიმე დღე და გუშინ რომ მოვიდა ის გოგო ავალაგებინე და დავაბინავე. ზაფხულის ვარდისფერი ბამბის კოტონის რა ქვიან არ ვიცი, კარგი გადასაფარებელი, ნუ როგორც დასაფარებელი თეთრეულის მაგივრად რო გამოიყენო რა. ეგ იყო მუქი ლურჯი ძალიან ფუმფულა, ოღონდ ძალიან თხელი და მსუბუქი, აი პილე რო ქვია ფულეს ადიელა გადასაფარებელი ადიელა, რავი რა ქვია ადიელას. ხო და ეგ იყო ძალიან ლამაზი ოქროსფერი სამაჯურია, ძალიან ლამაზი საყურეები, ერთი შარფი ჩამიდეს საჩუქრად. ეს ოქროსფერი კოვზები და ისინია ჩანგლები კოვზები და პატარა კოვზები, დანები არ იყო და რა ვიცი მე მომდევნოში ვიყიდით ხო ვიფიქრე. ხო და
ის მადუღარა ჩამოვიდა, მადუღარა კონციალობს, რა ვიცი, რატო კონციალობს, არ ვიცი, ეს რა თქმა უნდა ხო ყველა მიცდეს ისინი, კოვზები და ჩანგლები და პატარა ყავის კოვზებია. ხო და კიდე რა იყო? ხო, ერთი აბანოს პირსახოცია დიდი, ინოჩენტეს პირსახოცი არ გვეწონა ფერი, მუქი ფერია. ხო და იაკითხა სვაგას ხო და ეს რაღაცები ჩამოვიდა, იმის თქმა მინდოდა გამეკეთებინა ვიდეო, მეჩვენებინა ყველაფერი და რატო უყვები ახლა ამას და რაზე მეცინება. ნინოც გადმომიგზავნის სოლო და სოტო. სოლო დიჯუ. შექმნას გასაღები რატო არა აქვს? აქვს ხალხო, მაგრამ მიჩვეულია რომ მე უღებ ხოლმე კარებს და ახლა აღარ უღებ. ბონჯორნო. Sto facendo il video. საყიდლებზე იყო ჩემი ქმარი წასული. ხო და პოჭი ყავს voi. Gamarjoba. Აბა. Adesso vado io a fare la spesa. ეხლა მიდავდივარო საყიდლებზეო. Aspetta, io ci fammi entrare la gamba. Ecco, mi devo dire saqiglebze. Sono da fare la spesa a mia moglie perché lei non può. Poi avete visto? Buchetti. Stamattina gli ho regalato anche un bouquet. Tu che ho adesso? Quindi che altro devo fare? Penso di aver fatto. Penso di aver fatto la canzone. Vi ho dedicato una canzone pure per San Valentino. Ieri sera diciamo che ho faticato un pochino perché era già un pochino tardi, però con il pensiero di farvi gli auguri per San Valentino. Va bene questo? Sì, volevo pesca. Ma ecco, addio mio ben, ciao! Una volta vuole il limone, una volta vuole la pesca, una volta per l'albicocca, non si sa. Adesso è diventata come una bambina, giustamente. Signora. Sì, va bene. Giustamente, come va? Come ve la vedete? Io dico che sta bene, che dite voi? Sì, lei si vuole solamente far coccolare, si lamenta sempre perché le coccole sono troppe, diglielo. Mai sono troppe le coccole. Supereba უნდა, ისა მაგიტო იტყლაჭებაო და იკმაკნებაო რომ სუპერება უნდა. მე კიდე ვთხარი რომ მოფერება არასდროს არ არის ბევრი მეთქი. Non è solo io non ti coccolo. Ma quando mai? Ma quando mai? Allora oggi godetevi questa bella festa che è la festa degli innamorati. Si dice degli innamorati, ma secondo me è la festa di tutti, anche per chi non è innamorato. Secondo me. Mi posso anche sbagliare, però godetevi la festa. E perché no? Tutti possono sentire la festa. Uscite, divertitevi e almeno per oggi lasciate i vostri pensieri a casa. Voi შორეთო ცუდი ფიქრებიო, პრობლემებიო, გაგვერდზე გადადეთო და ერთი დღე მაინც განიავდითო. მართალია, ხანდახან საჭიროა ხალხო. Κάნა იმიტომ რომ აი ეს არ არის თანხასთან დაკავშირებული. უბრალოდ გაისეირეთ. Sto dicendo, non è per forza che uno deve spendere chissà che cos'è, anche una passeggiata così, un caffè, un qualcosa, è già la festa. L'hai fatto vedere nel boccaccio, si vede meglio il boccaccio. No, non si vedeva, per questo ho tolto perché volevo che vedo, perché se metto qua... No, mettilo così, aldalo. Così siamo bene. Aldalo un poco. 2 buche siamo bene così. Siamo 3 buche così. Siamo i buchetti, guarda, là. Bellissimo il bouquet, Sì.
Bellissimo, è stato bravo anche chi l'ha fatto. Tulipani stanno, i bizzarri no, la signora non se l'aspettava e invece io... No, non l'aspettavo, sì. C'è qualche volta che posso anche dimenticare. Ma oggi è una una festa importante, poi, visto che ha bisogno di coccole, questo ed altro. Questo ed altro. Va bene, ragazzi? Beh, adesso che faccio? Allora, vai a fare un po'... No, vado a portare la macchina giù, me ne vengo piano piano, tanto... Se trovi qualcuno per strada a chiacchierare... Lo mando a fare il culo pure. Beh, ragazzi... Manca Io ho fatto gli auguri agli amici che stanno vicino e agli amici che stanno lontano come voi in Georgia. In Georgia e ovunque ci sono i georgiani. Un carissimo abbraccio a tutti i georgiani nel mondo. Bene. Adesso io vi lascio, quindi non mi resta dire altro che se vi fa piacere ascoltate la canzone che è bellissima di Toto Cutugno, è un cantante che voi conoscete benissimo perché è stato in tournée anche da voi in Georgia. Parecchie volte. Quindi penso che l'apprezzerete questa. È una canzone che è bellissima. Dove ho messo tutta la mia professionalità, malgrado io non sono un professionista. Però ci ho messo tutto l'impegno di questo mondo perché è una canzone che sento veramente nel cuore. Va bene, ragazzi, ciao, vi saluto. Ciao. Arrivederci. Incoraggiate la mia nana e a qualcuno perché siete in tanti e come sempre succede su tanti fan c'è sempre qualche stupidino che dice la sua, però a noi non ce ne frega niente. A noi capita di leggere il suo... Purtroppo involontariamente leggiamo anche il suo commento, ma che non dà di niente. Sa di gente... Sa di qualche stupido o qualche stupida che a noi non interessa, perché noi siamo felici. Ci amiamo alla massima potenza, molto probabilmente loro saranno degli infelici. Quindi quindi mentre leggiamo involontariamente il suo commento, ribadisco, a noi di lui o di lei non ce ne frega proprio niente. Ciao, vi saluto, veramente un grande abbraccio di cuore e ribadisco a tutti i georgiani sparsi nel mondo, a tutti. Baci. Ciao ragazzi. Ciao. Innocente, ritorna Gonzales, avvicina il mio coso. Mi avvicini il carrello. Sì.
Le mie gambe. Vabbè, grazie. Le mie gambe one two three. Per le chiavi? Ce l'avete tutto? Va bene. Mo devo finire anche io, devo andare là. Გავიდა. და გომშვიდობა და გავიდა. ასე რომ არ ვიცი რა მოიტანა, რაც ხარაცხები დავაბარე, ქათამი მოუტანია. არ ვიცი კიდე რა მოიტანა. ზე მოუტანია, პური მოუტანია დამწვარი. საახონლის ხორცი მოუტანია. მაცივარი გვაქვს, მეგეთი მაცივარი არ მაქვს ხოლმე. მე მაქვს სავსე მაცივარი და ეს კარგი ყველი მოუტანია, მაგრამ მე ყველი ახლა იმდენი მაქვს ჩემი, რომ ეს დიდად რო გითხრათ არ მენახულება ყველი, იმიტომ რომ ფიქრიას გამოგზავნილი ყველი მაქვს და სიამოვნებ და ვნეტარებ. ხან სულგუნს მივირთმევ და ხან იმას. რაც გამოვედი საავადმყოფოდან თუშური ყველი არ მიჭამია. ეხლა დღეს თუ ძალები მექნა, ჭადებს ჩავაკრავ. მექნება ძალები. ასე რომ, რა ვიცი, სად ვიყავი, რა სავსაუბრობდი, არ ვიცი. შემოგვესწრო და გადამიყვანს ხოლმე ლიანდაგიდან. ასე რომ, მოვირბინე რა ხალხო. გუშინვე არა, ეს დღეები სულ მინდოდა გიყო თქვი ის. ო, გამახსენდა რასაც ვამბობდი. რა ქვია იმას საქართველოსთან რომ ის გამოვიყიდე მეთქი რა რაღაცეები და იმ გადასაფარებელს ლურჯი რომელიც არის ნინოც ხო ვახსენი ნინოც რომ მესიჯებს მიგზავნეს ხოლმე და რაღაცას ნახავს ყიდიან და აწერია მედინი იტალი ხო და არ ვიცი არ მგონია იქ იტალიურს არ გავს და ამ დროს აწერია და ეს და ეხლა ამ გადასაფარებელს რომელიც საქართველოსთან გამომიგზავნა აწერია მედინი იტალი და იტალიური დროშა აყრია ხო და გამეცინა ჩემთვის რომ აი მასე ხო იტალიურია უიტყვიან და ჩემს მეცინება რომ ხა იტალიაში ვარ და საქართველოსთან გამოვიწერე რაღაცა იტალიური მაგრამ მე იტალიური არ არის დარწმუნებული ვარ მე იმიტომ რომ ალბათ ბევრი რამე რაც თურქეთში იკერება და მე მაგალითად თურქული გადასაფარებლები თეთრეული თუ რაც გინდა იყოს ძალიან მომწონს ძალიან დიდ პატივს ვცემ პირსაწმენდები ხარისხი მომწონს ძალიან რა ვქნა შეიძლება ეხა თქვათ რომ იტალიური ძაბაკ და იტალიურსაც ავყიდულობ და იმასაც მაგრამ თურქული მომწონს მე ძალიან ერთადერთი თეთრეულს არ ავყიდულობ ეხა მაგ მაღაზიასაც ეგ ნინოს ბუტიკი თეთრეული ქონდა თურქული ძალიან ლამაზი იყო და რამე მაგრამ ბალიშის პირები არის ოთხკუთხედი ანუ კვადრატები ოთხკუთხედი ბევრი რამეა კვადრატი ბალიში და აქ ხო ეგეთი ბალიშები არ არის და მე მინდა მართკუთხედი ბალიშის პირები. ან ეგ ბალიში უნდა გადააჭრა და გადაკერო და ეხლა მე არა მაქვს საკერავი მანქანა. მაგის იმ კერავთან წაღება კიდე ერთი ხათაბალა. ხო და მაგიტომ არ ვიყიდე და თუ დავინახავ და იქნება თეთრეული ზომები არის კარგი. აქ რამდენი ვყიდულობ ორსაწოლიანის მაინდა-მაინც ზომები არ მომწონს, იმიტომ შეიძლება აქ იმის ბრალი არ არის, მაგრამ ჩვენი მატერასი არის ძალიან მაღალი მატერასი, რა ქვია, ლეიბი მატერასი რაც აქვია არის ძალიან მაღალი და ეს კუთხეები ქვედა იმისა დარეზინებული რომელიც არის არა ვერაწდება ბოლომდე. გათვლილია ცოტა ალბათ დაბალ იმაზე ლეიბზე. ხო და მაგიტომ ცოტა არ იყოს და ნერვებს მიშლის ხოლმე. მე ჩვეულებრივი ყოფით თემებია, აღარ დაგღლით მაგაზე საუბრით, რაც არის. მაგას მე მივხედავ, როცა გავსწორდები და ამ ქვეყნისკენ მოვიბრუნებ პირს. ეხლა ცოტა მგრილა, ეს კაბაც ეხლა ვიყიდე. გვერდებში არის ეგეთი, ესეთია და ღილები აქვს. ჩვეულებრივი ლეგინსზე ჩასაცმელი, ისედაც რა უჭირს. და ვიცმევ ესეთ რბილ და თბილ რამეს, რომ დილით რომ აქვს ფიზიოთერაპია, ცოტა გრილა ხოლმე იქ ოთახში. ხო და ამას ეხლა ვფიქრობდი, რომ გრილა მეთქი და ამას დააკვდება ნინოს ნაჩუქარი ჟაკეტი, ზუსტად მოუხდება მშვენივრად.
მე ჩავიცმევ და ისე დავსკუპდებ. წავალ ახლა მე ნელა გადავბარგდები იქით მხარეს. ამას მე არ წავიღებ მობრძანდება და თვითონვე დააბინავებს, სხვა რა არის. სხვა არაფერი არ არის. აქ ისინია რაღაც ლორი და რაღაცეებია. რო საღამოთი რა მიირთვას ხოლმე საღამოთი. ასე. წავედი ახლა მე აბაჰე და აბაჰო, კიდევ გილოცავთ. კიდევ მეორე რო გითხრათ რომ შეშლილი ვარ ამ დღესასწაულებზე მეთქი მე არა, მაგრამ სასიამოვნოა და მივესალმები თუ კი ერთმანეთს კიდევ მეორე ვაგრძნობინებთ ყურადღებას, სიყვარულს, რა ვიცი, თუნდაც პატარა დოზით და ყოველდღე თუ იქნება ეგრე, მაგას რა ჯობია. მაგას არაფერი არ ჯობია. მაგრამ ხანდახან მაინც. იმიტომ რომ ეს უფერული და ისეთი ცხოვრება ცოტათი ფერი მივცეთ, ცოტათი ხალხო ერთმანეთს თუ არა მოუდექით მხარში, აი ძალიან ცუდ პერიოდში ვართ, ძალიან ცუდი დროა. ყოველდღიური სტრესია ისეთი, აი რა ვიცი, არ ვიცი რა, ყველა წვრილმას ხო არ ვამბობ და ვერ გიყვებით, აი ელემენტარული ისეთი რაღაცებია, თუნდაც შენგან დამოუკიდებლად ისე ვიღაცა გიშლის ნერვებს, ისე ვინმე რაღაცას გეტყვის და გულს გაკენს, რა ვიცი, 1000 რა. და პლუს მაგას ახლა რომ დაამატებ პრობლემები ზოგს, ფინანსური პრობლემები ზოგს, ჯანმრთელობის პრობლემები ზოგს რა და ასე შემდეგ. მე აი ძალიან მერჩივნა ფინანსური პრობლემები მქონდეს და არა ჯანმრთელობისა, იმიტომ რომ ორივე ვიცი რას ანიშნავს ხალხო, ორივე ვიცი გაჭირვება, მე რო ვიცი, რავი, ბევრმა არ იცის კიდე ადრე მაქნა თქვამი აი იმ უბედურ წლებში 90-იანები რო იყო და 3 ლარით რომ მივდიოდით კვირას ბაზარში 1 ლარისა კარტოფილი, 1 ლარის ლობიო და კარტოფილი და 1 ლარისა თუ ან ერთ კვირას 1 კილო ხაჭო, ან მე 1 ისა რამე, ან 1 პაჩკა ყავა და ეგრე რომ გაქონდა თავი. და რა ქვია მაგას ეგ პერიოდიც გავლილი მაქვს, მაგრამ და ის რა ქვია ხორბლის კატლეტებს რო აკეთებდა დედაჩემი და 1000 რამეს იგონებდა. მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემები არის ყველაზე ცუდი რამე, თუ კი რამე პრობლემა შეიძლება არსებობდეს. ყველაზე ცუდი. ნუ ამაზე არც დავა არ შეიძლება და ნურც ნურავი ნუ მეტყვის, იმიტომ რომ არ შეიძლება მაგაზე დავა, ეგ როგორც აქსიომა ისე მიიღეთ. ასე ჩემო კარგებო, წავედი ახლა ტკივილები მაქვს, ნუ იტყვით, ნერვები მაქვს, ნუ იტყვით. ჩემო ქმარაც ხო გითხრათ, რომ ნერვები მაქვს გაწეული და რა ვქნა, უძლებ დღეს პლუს ავდექი და თავბრუსხოვები მაქვს. თქვენ არ შემოგჩივით, ისე ვამბობ, თქვენ კარგად იყავით ყველა. გადავყლაპე წამალი თავბრუსხოვისა, იქ ჩემ ფიზიოთერაპევტს ვეუთხარი რომ დავწექი. მე ვეთხარ ამიმაღლე თავი, თორე ისე ტრიალებს ვერ აქხედავ მედი. რომ ცოტა აწიე თავის ქვეშ რამე ამომიდე მეთქი ბალიში და ას რა ვქნა მოთმინებით როგორ არისა მოთმინებითა შეინთაო მოიპოვე რაიო აგრე ხო და მოიპოვოთ მოთმინებით ყველაფერი წავედი ხა მე აბაჰე და აბაჰო მე მაპატიეთ თუ აბდაობდა არაუშავრა მთავარია რომ თქვენამდე მოვდივარ დამიჯერეთ გეფიცებით აი ძალიან დიდი ძალას მაძლევს თუნდაც ვიდეოს რო ჩავწერ ხოლმე, მაგრამ აი ვერ მოვდივარ რომ ჩავწერო ხშირად და იმას ვიცი რომ ჩემთვის კარგია, ვიცი რომ მადგება კომენტარებზე უღრმესი მადლობა ყველას და აი თქვენ არიცით რომ ვკითხულობ მაგ კომენტარებს რამხელა ძალას მაძლევს თქვენ არიცით ვერ წარმოიდგენთ ვერაფრით იმიტომ რომ თქვენთვის აი შეიძლება არაფერი ის 1-2 სიტყვა, დიდი ტექსტი, მარტო გულები, ნებისმიერი რამე, ნებისმიერი კომენტარი უდიდეს ძალას მაძლევს. აი იმ დროს ისეთი
რაღაცა ენერგია მაქვს, სიმშვიდე მაქვს, გრძნობ რომ ვიღაცა ფიქრობს, გრძნობ რომ ვიღაცა კარგი გისურვა, იმას იაზრებ რომ არ გიცნობს, არ იცნობ, მაგრამ შენთვის რაღაცა კარგი უნდა და ძალიან დიდი ენერგია მაქვს მაგით მე, აი ჩემ თავს ვაკვირდებოდი და ჩემ თავში ვაანალიზებდი მაგას კომენტარებს რომ ვკითხულობ და ვფიქრობ ვაიმე რა კარგად ვარ და ბევრი რამის გადალახვაში მეხმარება. ოღონდ მართლა ეს ისე რა სიტყვებს არ გეუბნები. კიდევ ვიმეორებ თუ პირადში ვერავის ვერ გუშინ დეიდა ჩემა დამირეკა და აი მესენჯერში რა და რო იტყვიან რა დეიდა ხო იცით დედა და დეიდა რამ გაყო და ძალიან გამიხარდა და ძალიან მესიამოვნა და კი გამითიშა მე კაიო და გღალეო არაფერი არ დამღალე მაგრამ ენერგია მიდის მაინც გინდა არ გინდა ეხოც მაგალითად უკვე გრძნობ რომ ამოწურე ადე ვაიმე დედა ვაიმე ხო აღარ დადგა გოგო მშველის და აღარც ადგა გოგო წავედი აბაჰე და აბაჰო კოცნით ყველას კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის მთელი გულით და მთელი როგორ ვთქვა სიტრფელეს რა ქვია ქართულად ეგრე ქვია წავედი ეს ჩემი ჭოჭიალა ჯერ ისევა მჭირდება გარეთ დავდივარ ყავარჯნებით მაგრამ სახლში ამით იმიტომ რომ უფრო მოსახერხებელია და ხელს რო გაუშვებ არ წაიქცევა